Așa ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ჩვენი გაცემის ბოლო ბლოკის სტუმარია საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე. მისი სახელი დაუკავშირდა გამონათქვამს, რომ ადამიანს ლარი და 18 ეყოფა სადილისთვისო, ეს უკავშირდებოდა უფასო სასადილოებს. მაინტერესებს რა მოხდა ხაბატონო რიმა, თქვენ ეს თქვით, თუ სხვა რამე თქვით, იქნებ ვისა გამმარტოთ ეს, იმიტომ რომ თქვენს მიმართ ამას მოყვა ძალიან დიდი აგრესია. მე Facebook-ზეც დავწერე, რომ იმაჩნია რომ ცოტა უსამართლოდ, იმიტომ რომ ბევრმა არასწორად გაიგო, მაგრამ მაინტერესებს რატო დაუშვით ასეთი შეცდომა, რომ თქვენი ნათქვამი საშუალება მიეცით, რომ სხვა ინტერპრეტაცია ყოფილიყო, ან სხვანაირად მოეჭრათ, ან სხვანაირად დაემონტაჟებინათ. პოლიტიკოსი ხართ და ალბათ სიტყვებს ცოტა სხვანაირად უნდა არჩევდეთ. დიახ, დიდი მადლობა, მოგესალმებით, ბატონ მერაბ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ მომეცა საშუალება, რომ განმარტება გავაკეთო. დიახაც მე ვარ 3 დღის განმავლობაში ნეგატიური გმირი საქართველოს მოსახლეობისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ როგორც ცნობილია, 27 ნოემბერს საინფორმაციო საშუალება რუსთავი-ორში გავიდა გადაცემა, რომელიც შეეხებოდა სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისათვის უფასო სასადილოებში არსებულ მდგომარეობას. რუსთავი-ორის სიუჯეტზე დაყრდნობით ზოგიერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მე ვთქვი, რომ ერთი ადამიანისათვის საჭიროა საკმარისია 1 ლარი და 18 თეთრი, რომელიც სიტყვები ისმოდა. ერთი წუთით არა, ეს ასე არ ისმოდა, არ მითქვი არსად და მე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო მტკნარი სიცრუე, ამას ვერავინ ვერ დამიმტკიცებს, რომ ეს ვთქვი, იმიტომ რომ ჩემ და საბედნიეროდ ქალაქ თბილისის საკრებულოს პიარ სამსახური იწერდა შესაბამისად ჩემს გამონათქვამებს და მე მაქვს ის დოკუმენტი, რაშიც არც ფიქსირდება ის, რომ მე ვთქვი ის, რომ ერთი ადამიანისათვის დღის განმავლობაში საკმარისია 1 ლარი და 18 თეთრი. მეცაც გეტყვი, რომ დღეს ზოგიერთმა მედიამ საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ცხოვრებისათვისაც კი არის 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისი. დიახ, ამას მოყვა ძალიან დიდი ინტერპრეტაცია, ბინძური პიარ კამპანია. კი ბატონო, საკითხი არ არის საჭირო, მე გეტყვით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიუჟეტი, რომელზეც მე ვამბობ, რომ ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია, მე საერთოდ მოვყვები პროცესს როგორ და რანაირად, მე ვამბობ იმას, რომ 2014 წელს როცა მოვიდა ახალი ხელისუფლება თბილისის საკრებულოში, პირველივე თემა ჩვენი მუშაობის და კერძოდ ფრაქცია ქართული ოცნების ამოცანა იყო, რომ ჩვენ ვიცოდით რა მდგომარეობა იყო უფასო სასადილოებში, იმიტომ რომ იქ იყო დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა, იყო მძიმე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, იქ იყო უხარისხო პროდუქცია და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო, რომ იქ გაგვეუმჯობესებინა მდგომარეობა. პირველ ყოვლისა, რომ მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა, საჭირო იყო რა იყო ბიუჯეტში განსაზღვრული, 2014 წელს იყო ბიუჯეტში 9 მილიონ ლარამდე და 2015 წლისათვის ჩვენ დამატებით 4 მილიონ ნახევარი თანხით გავზარდეთ არსებული ვითარება. მე მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით თბილისში სარგებლობს 31,000-32,000 ბენეფიციარი. ესია მერყეობს და რატომ მერყეობს, იმასაც ქვემოთ განვარტყა. ერთი სადილის მზადება ამდენი ადამიანისათვის. პირველ ყოვლისა, რომ ჩვენ პირველ ყოვლისა, რომ ჩვენ მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა, ამისათვის გავაკეთეთ ის, რომ სპეციალურად ჯანდაცვის სამინისტროს კლევის საფუძველზე მოგვიყვია ის, რომ რა იყო ადამიანისათვის ერთდღიურად რა კალორიული ნორმა იყო საჭირო და დადგენილი არსებული სტანდარტის მიხედვით, რომ ადამიანს ჭირდება დღეში 2200 კალორია. რა თქმა უნდა, ეს სადილი უფასო სასადილო მიმართული იყო მხოლოდ ერთჯერად კვებისათვის და ამ ერთჯერად კვებისათვის საჭირო იყო 1100 კილოკალორია. ამის შემდეგ დაადგინა შესაბამისმა სპეციალისტმა, ექსპერტებმა, ისევ მერის შუამდგომლობით, რომ ამ კილოკალორიულობის შედგენისათვის საჭირო იყო განსაზღვრულიყო მენიუ. განისაზღვრა მენიუ და ამ მენიუს განსაზღვრის შემდეგ გამოცხადდა სპეციალური ტენდერი და ამ კალორიულობის გეთანხმებით, მაგრამ კიდევ ამბობ ბატონო მერაბ, რომ აქ თემა აგებულიყო არა იმისათვის, რომ თქვა მე ან საკრებულოს რომელიმე წევს შეეძლო ამ მენიუს განსაზღვრა, ან კილოკალორიების დამტკიცება. აქედან გამომდინარე, მერიამ მიმართა შესაბამისად სატენდერო კანონიდან გამომდინარე, რომ დადგენილიყო ნორმა ამ კილოკალორიულობის დადგენისათვის რა ფასი შეიძლებოდა გამოცხადებულიყო. რა თქმა უნდა, გამოცხადა ტენდერი და კომპანიებმა დაადგინეს თავისთავად ცხადია ეს ფასი,
რომელიც შეადგენდა ამიტომ დაიწერეს ეს ნათქვამი ეხლა გეტყვით მაგაცად ერთჯერადად ერთი ულუფისათვის ცხელი სადილისათვის ყოფილიყო 1.18 თეთრი რომელიც ტენდერმა დაადგინა ეს ფასი და არა თქვათ საკრებულომ და არა თქვათ მერიამ ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იყო და რაზედაც მე იქ ვამბობ რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რომელიც რუსთავი ორმა ახსენა ვარი და 18 თეთრი რომელზეც მე ვსაუბრობ რომ არის ტენდერი დადგენილი დიახ და შემდეგ ვამბობ რომ პრეტენზიები არ გაგვაჩნია და შენიშვნები არ გაგვაჩნია ეს იყო კონტექსტიდან ამოგდებული ასეთი რამ მსგავსი არ მისქე და აგერ არსებით ჩემი ჩანაწერი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით მე ვთქვი რომ ჩვენი ფუნქცია იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მერის ფუნქცია იყო რადგან იყო იქ არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უმძიმეს მდგომარეობაში მე შემიძლია გაცნოთ კადრისა დოკუმენტები რა იყო წინ და რა არის დღეს თუ ამის საშუალება შეიძლება მე მინდა გითხრა და თავად თქვენ ნახოთ რა იყო გუში და რა არის დღეს ჩვენი ამოცანა იყო ეს და მე ვამბობდი ზუსტად ჟურნალისტთან საუბარში რომ ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს ასევე ახორციელებს თურქეთის უნებრობის სააგენტო მონიტორინგს ახორციელებს მერიის საქალაქო სამსახური რაიონული გამგეობები და შესაბამისად მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები აი ამასთან დაკავშირებით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია იქ მოხდა ის რომ ახსენა ფასი და ეს დიახ რა თქმა უნდა აი აგერ ამ დოკუმენტი რაზეც ვსაუბრობდი ახსენა ფასი ვიდეო ჩანაწერი არ მაქვს იმიტომ ჟურნალისტი თქო და საერთოდ ფაზი არ იყო ლაპარაკი საერთოდ ლაპარაკი იყო 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და მე ამ თემასაც გავხსნი და ერთ ნაწილს მიამბა მეორე ნაწილი და დამახინჯებულად ეს ჩემთვის გასაგებია ჩემი პიროვნებითი აეგონებინა ეს ძალიან ცუდი პიარ კამპანია მაგრამ არა უშავს ამას საზოგადოება გაიგებს ისე როგორც უნდა გაიგებს იმიტომ თემი ახსნილია მე კიდე გეუბნებით მე არ შემიძლია მქონდეს პრეტენზია ან არ მქონდეს პრეტენზია ეს ფასი დაადგინა ბატონო მერაბ იმ კილოკალორიულობიდან გამომდინარე და იმ მენიუდან გამომდინარე რომელიც სპეციალისტებმა დაადგინა ეს ფასი დაადგინა ტენდერმა და მე არანაირ უფლება არ მაქვს მე საკრებულოს დეპუტატს ტენდერის პირობაში შევიდე პოზიცია მაინტერესებს მოგწონთ ეს მენიურად რა თქმა უნდა ბატონო მერაბ მე იცი რა მომწონს საერთოდ არ უნდა იყოს ქვეყანაში უფასო სასადილო და დღეს ბანაკობინა იდგა და უიღებდა ქვეყანაში არსებობს და მე მინდა გითხრათ რომ ზუსტადაც ის რაც არის დაშვებული ჩვენ გვაქვს მონიტორინგი მასზე რომ აბსოლუტურად ის რაც არის დაშვებული ამ ტენდერის ფასით გათვალისწინებული ის მივიდეს ადამიანამდე და მე ვაგებ პასუხს თუნდაც ჩემი რაიონის მაგალითზე ის რაც არის თანხით ერთჯერადად ერთ ულუფაზე გათვალისწინებული მაღალი ხარისხით მაღალი სტანდარტებით მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგებით ჩვენ ისიც გავაკეთეთ რომ ვიდეო თვალებიც კი დავამონტაჟეთ პილოტურად რამდენიმე რაიონში ჩვენ გამოვასწორეთ სააღრიცხვო სისტემა სადაც ქაოსურად იყო ეს ყველაფერი ბატონო მერაბ და ამ კუთხით გავაკეთეთ ის რომ ეს ყველაფერი მოქალაქემდე მივიდეს ისე რომ როგორც უნდა მივიდეს და აი ჩემი აზრით მაინტერესებს რომ მე ეს მოგწონს სიმღერა ხო ზოგადად იმასაც ღვიძლა რომ რამდენად საკმარისია ლარი და 18 რამდენად კარგია ეს ბატონო მე კიდევ ვამბობ მე ვიმეორებ იმას რომ მე ერთია რომ თქვენ დაგმახიოდეს კომენტარი გასაგებია ბატონო მე ვისურვებდი პირველ ყოვლისა რომ არ იყოს უფასო სასადილო საქართველოში და მე ვისურვებდი რა თქმა უნდა რომ აქ იყოს არა თქვათ ის რაც არის ტენდერის პირობებით გათვალისწინებული არამედ 3-ჯერ 4-ჯერ და 10-ჯერ უკეთესი მე ამას ვისურვებდი მე ერთი რამ მინდა გითხრა კიდე ამასთან დაკავშირებით იქ ითქვა რომ თითქოს დამატებით არის რამოდენიმე 1000 ადამიანი რომელიც მომლოდინეთა რიგში არის ეს თავისთავად ცხადია თქვენ მოგეხსენებათ რომ სოციალური ბაზა ხდება ყოველდღიურად ვიღაცა გადის და ვიღაცა შემოდის ამიტომ მომლოდინეთა რიცხვი რომელიც არის რაიონულ გამგეობებში შესაბამისად ხდება რამოდენიმე ადამიანის შესვლა და რამოდენიმე ადამიანის გამოსვლა ამიტომ ეს ბაზები ცვალებადია რა თქმა უნდა ის რომ მე მაგალითად ჩემი რაიონის მაგალითზე სადაც 350 ადამიანი იყო მომლოდინეთა რიგში ჩვენ შევძლებთ ის რომ დამატებით კიდევ გაგვეხსნა ახალი სასადილო რომ აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი რომელიც იყო ამ სტატუსის მქონე ყველა ადამიანს ჰქონდა ცხელი სადილის მიღების უფლება ეს რატომ ყოველ სადილი და შეიძლება საკრებულოს მაგალითად ნუ თქვა ორჯერადი მაინც გააკეთოს ეს საკრებულოს ამის შესახებ რომ გამოდიოს ლოკალი თავი დავანებოთ იმას მეც დაგეკითხოთ რომ თქვენი ნაცნობი არასწორად გახსოვთ და Facebook-ზე დავწერეთ მაგრამ
ხო შეიძლება უკეთესიც იყოს. შეუძლია თუ არა საკრებულოს ამ თქვენ თუ ვჟევთ იმაზე რომ არ იყოს ასეთი მინდა იყოს უკეთესი, ამ თქვათ არ იყოს ერთჯერადი და იყოს ორჯერადი. გასაგებია რა თქმა უნდა, მარტო სადილი არ ჭირდება, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ სოციალურად დაუცველებს მარტო სადილი არ იძლევა ბატონო მერაბ 220 მილიონი ბიუჯეტის მუხლიდან 179 მილიონი მიმართულია სოციალურად დაუცველი ფენებისათვის. ის 32 პროგრამა, რომელიც არის განსაზღვრული სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის და მე მომეცემა საშუალება ჩამოვთვლი თუ რა პრივილეგიებით სარგებლობენ ისინი, რა თქმა უნდა, მერია მუშაობს და საკრებულო თავისთავად ხადია მუშაობს იმაზე, რომ იყოს ამ ქვეყანაში უკეთესობა, მაგრამ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ბიუჯეტი არის დოკუმენტი, რომელიც სოციალურ სფეროში ამას თქვენი ძველი განცხადება, რომ დიახ, მაღალი ანაზღაურება უნდა კონდეს საკრებულოს თანამშრომლებს, იმიტომ ჩვენ აქ 24 საათი მუშაობთ და არა, მაღალი ანაზღაურება არ მithქვას ასეთი რამ, მე ვამბობ იმას, რომ ანაზღაურება უნდა კონდეს შესაბამისი ადამიანს, ის რამდენსაც მუშაობს. პრემიერს მე მინდა გითხრათ, რომ თბილისის საკრებულო მოსვლის დღიდან ჩვენ ქართული ოცნების ფრაქცია იყო ამის ინიციატორი, რომ არც ერთი დეპუტატი დღეს საკრებულოს რა თქმა უნდა, გასაგებია, მერაბ გასაგებია, მე მინდა გითხრათ, რომ როცა გამოცხადა ტენდერი გამოცხადა გრძელვადიანი 3 წლიანი. ამას ახსნასაც გეტყვით, 3 წლიანი ტენდერი გამოცხადა მისათვის, რომ იმ კომპანიას შესაძლებლობა ჰქონოდა მოხდა ასეთი რამ, ზოგიერთმა თვითონ თავად დათესა და კომბოსტო, კარტოფილი, სტაფილო და ასე შემდეგ. თვითონ დასნეს პურის ქარხნები. ამან მოხდა რის საშუალება? მოხდა ის, რომ უფრო მეტი ეკონომია გაკეთებულიყო და მეტად მიეწოდებინა არა საცალო ფასით, არამედ საბითუმო ფასით. და ამან მისცა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რა თქმა უნდა შეიძლება დღეს ისმის კითხვები, შეიძლება თუ არა ვარ და 18 კაპიკად ადამიანმა გააკეთოს სადილი, რა თქმა უნდა არ შეიძლება. ღიურად ბატონო მერაბ, აი ამ კუთხით მერია ხარჯავს 38,000-დან 40,000 ლარს. ღიურად, რა თქმა უნდა, მე მივესალმები და მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი იმისათვის, როცა ეს სატენდერო პირობები დგებოდა, არ ყოფილიყო იქ ლარი და 18 და ყოფილიყო ლარი და 40. მე დღესაც ვაყენებ საკითხს, როცა მიდის თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, რომ ბატონო მერაბ, მე ბევრი რამე თქვი იმ სიუჯეტში, მაგრამ 20 წამია სიუჯეტში, როცა ჩემდა გასაოცრად, რატომ უნდა და ის კი არა რომ რიმა ბერაძის მისამართით აკეთებდა შავ პიარს. მე გული მწყება რაზე, რომ 2 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას აუშალეს ნევრები და აი ამას განვიცდი მე. აი ამიტომ მოვედი მე დღეს თქვენთან ეთერში და ამიტომ მივდივარ მე ხვალ რუსთავი 2-ის გიორგი გაბუნიას გადაცემაში, სადაც ვიტყვი იმას, რაც გააკეთა რუსთავი 2-მა და მისმა სატელიტმა, სააგენტოებმა ჩემი მისამართი, სადაც ააგორი შავი პიარი. მაგრამ არა უშავს, მოსახლეობა ხედავს ყველაფერს. ვინა ვარ მე, რა ვარ მე, რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ და რა მინდა რომ გავაკეთებ. კი ბატონო, ნახოთ, თუ თქვენთან დაკავშირებით ერთი პრეტენზია რაც მოვისმენთ ჩვენი გადაცემის ბოლოს მინდა წავიდეთ, თქვენი ოპონენტებისგან საკრებულოში იყო ის, რომ ნეპოტიზმზე გედავებიან. იყო საუბარი იმის შესახებ, რომ საკრებულოში არ დარჩა არც ერთი სამსახური, სადაც საკუთარი ნათესავი, ასე შემდეგ არ დაუსახლებია რიმა ბერაძე. ეს არის თორე პრეტენზია. ბატონო მერაბ, ეს ეხა პირველად მოვისმინე, ეს არის სიცრუე. აი ეს არის იცით როგორი სიცრუე? ეს არის აპარატი და ასე შემდეგ. ეს არის ბატონო მერაბ, მაშინ აი ჩემი ოპონენტი დაჯდეს ჩემთან ერთად ეთერში, ხვალვე თუ გინდა მე მოვალ თქვენთან ერთად ეთერში და თუ ამ სახელდაგვარებს მე მეტყვის, თუ ამ ფაქტებს მე დამიდასტურებს, მე ბოდიშ მოვხდი საქართველოს მოსახლეობას. ჩემზე დღეს სხვათა შორის ვცდილობდი რომ მე დღეს რამდენიმე კომისიაზე ვიყავი და ტელეფონსაც ვერ პასუხებდი და ესეც დამიდვეს ბრალდებათ რომ მე თითქოს არ პასუხობ ყველაფერს, ეს გამორიცხულია ბატონო მერაბ. ისიც მინდა გითხრათ რომ მე თითქოს ვარ მილიარდელი, მილიონერი და მე ათეულობით, ათასობით ოქროები და რაღაცები გამაჩნია თითქოს დეკლარაციაში, თითქოს მაგ რაღაც განზომილი რაოდენობის დიახ და დეკლარაცია საჯაროა და შეუძლია იქ ნებისმიერმა ადამიანმა ჩაიხედოს ჩემო ბატონო. დიახ, აი ამიტომ ასეთ შავ პიარზე მე რა თქმა უნდა არ თვლი თავს გირსეულად და მე თქვენ გიხდით ბოდიშ და თქვენ მაყურებელს პასუხი გავცე. ვინ შეიძლება ნეპოტიზმზე ილაპარაკოს და თუ საშუალება მომეცემა, მე
არაერთ გზის მithქვია ის ნეპოტიზმის ფაქტები, რომელიც გავრცელებული იყო, აღარ მინდა დღეს ამაზე ვილაპარაკო, მოსახლეობა დაიხელა, რომ 12 ადამიანი ყავდა. მათ ჩემ კოლეგას, რომელიც ჩემთან ერთად ზის დღეს საკრებულოში 12 ოჯახის წევრი ყავდა მერიაში დასაქმებული და მისი პრემია თქვენ კარგად მოგეხსენებათ 60,000 ლარი და ასე შემდეგ აღწევდა. კიდე გეუბნები დღეს კიდე ბოდიშვიხტი მაესტროს ეთერში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე დავემალე ჟურნალისტს და არ მივეცი საშუალება რომ მე პირდაპირ განმარტება გამეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით მე გადავწყვიტე რომ მხოლოდ ვისაუბრო პირდაპირ ეთერში რადგან დღეს ჟურნალისტების მიერ ხდება ინტერპრეტირება ის კარგი, მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი აღოიწურება და თქვენს მოახერხებთ თქვენი სინახლის ამტკიცებას იგივე რუსთავიორის ეთერშიც. მე გიორგი გაბუნიას გადაცემაში მივდივარ, იმისათვის რომ ვისაუბროთ კონკრეტულად რა იყო, როგორ იყო და რა უნდა იყოს მომავალში. ჩვენი ამოცანაა ბატონო მერაბ, ჩვენი ამოცანა რომ ყველა ადამიანი იყოს ისე, როგორიც უნდა იყოს და ჩვენ პირველ ყოვლისა ვაკეთებდით ამ განცხადებას, რომ ჩვენ მოვდივართ ადამიანების კეთილდღეობისათვის და პირადად ჩემი ამოცანა შეგიძლიათ თქვენ გაიაროთ ინფორმაცია რომ ხელისუფლება ბიუჯეტის ბიუროკრატიულ ხარჯებს 400 მილიონი ამ ფონდზე ყველაფერს ძალიან მოქმედი არა მერიაზე არ არის სწორი კიდევ ვამბობ ბატონო მერაბ რომ ბიუჯეტის პროექტი რომელიც ჩვენთან შემოვიდა ჩვენ უნდა დიახ ქართული ოცნების უმრავლესობა იყო ის რომელმაც შენიშვნებით ბიუჯეტი დააბრუნა უკან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ის შენიშვნები რომელიც იყო ჩვენს მიერ გაითვალისწინოს მერიის ხელისუფლება და ყველა კომპონენტი მორგებული იყოს თავიდან ბოლომდე ადამიანს. გასაგებია, დიდი მადლობა. რენატა იყო ჩვენი გადაცემის ბოლოს სტუმარი. დიდი მადლობა იმისთვის რომ უყურებდით გადაცემას. ბარიერი მე ყველამდე გემშვიდობებით.